ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, ბამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დიდებით შესვლას იერუსალიმში უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს დღესასწაული არის დაკავშირებული იმ დიდ მოვლენასთან, რომელიც ქრისტეს აღდგომას წინ უძღოდა რომელიც შესრულდა ბეთანიაში პასექის დღესასწაულამდე 6 დღით ადრე. ეს იყო ლაზარეს მკვეთრით აღდგინების მოვლენა. მოგეხსენებათ, რომ ლაზარე და მისი დები მართა და მარიამი იყვნენ ქრისტეს მოწაფეები და მეგობრები. მაცხოვარს უყვარდა ეს ოჯახი და არაერთგზის იყო მათთან. ძალიან საინტერესოა, როდესაც მაცხოვარი მივიდა ბეთანიაში მართა და მარიამთან და ლაზარე უკვე გარდაცვლილი იყო, იქ შეკრებილი ებრაელთა ერის შვილები ამბობენ, განა იმან ვინც განკურნა ბრმა არ შეეძლოო რომ მოსულიყო და ლაზარეც განეკურნებინაო, სანამდე ცოცხალი იყო ლაზარე, ამას გულისხმობდნენ. მაცხოვარმა განკურნა ბრმა და ეს მოვლენა მთელს ისრაელს მოედო, გაიგო მრავალმა ადამიანმა, იმიტომ რომ ეს კურნებაც ბრმმისა იყო საოცარი. მან არ განკურნა დაბრმაებული ადამიანი, არამედ განკურნა ის, ვინც დაბადებიდან იყო ბრმა. და რომელს არათუ ესე თქვა თვალისჩინი ქონდა დაკარგული, არამედ თვითონ დაზიანებული ქონდა, რასაც ქვია თვალის გუგა, აი მთლიანად აი თვალი ქონდა დაზიანებული ამ ადამიანს შობიდგან. და ეს ამბავი მოედო მთელს ისრაელს. და ამიტომაც ამბობენ ებრაელები, რომ ცოტა ადრე რომ მოსულიყო, განა არ შეეძლო განეკურნებინა ლაზარეო. მაგრამ მაცხოვარი მოდის იმ დროს, როდესაც ლაზარე 4 დღის გარდაცვლილია და დაწყებულია სხეულის გახსნის პროცესი. და როგორც წმინდა წერილი ამბობს, 6 დღით ადრეო უწინარეს პასექისაო. მოხდა ეგ სასწაული და უწინარეს ქრისტეს აღდგომისა იმისათვის, რომ ყველასათვის ყოფილიყო თვალსაჩინო, რომ ქრისტე არის უფალი და ის მეფობს სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც. ებრაელთა ერის შვილებმა იცოდნენ, რა თქმა უნდა, მიცვალებულის გაცოცხლების შესახებ, რომელიც
წმინდა წერილში არის მოთხრობილი, რომელიც ძველ აღთქმას გულისხმობს, რომელიც ისაია წინასწარმეტყველს თუ ელიას თუ წინასწარმეტყველებს აღუსრულებიათ, მაგრამ ეს ყველა მოვლენა იყო აი ხელათვე, რომ ადამიანი გარდაიცვლებოდა ყისიერად იქ ყოფნა, იქ მისვლა და ლაზარეს აღდგინება კი იყო განსაკუთრებული, აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა. უკვე როგორც აღვნიშნეთ, სხეულის ხრწნა იყო დაწყებული და ამგვარად იქნა ლაზარე მოწოდებული სიცოცხლისაკენ. როდესაც უკვე მის სულს დატოვებული ჰქონდა სხეული რამოდენიმე დღის მანძილზე და ჯოჯოხეთად შთასული იყო. რამე თუ ქრისტეს აღდგომამდე ყველა მართალი, წინასწარმეტყველი, მამათ მთავარი, მორწმუნე თუ ურწმუნო იყო განწირული და გამზადებული ჯოჯოხეთისათვის. და აი ქრისტემ მოუწოდა ჯოჯოხეთიდან ლაზარეს სულს და მის სხეულს მიანიჭა სრული სიმრთელე და ეს იხილა ყველამ. ლაზარე თავისი ფეხით გამოვიდა იმ აკლდამიდან, რომელშიც იყო დასვენებული. ეს ყველა მიხილა და მრავალთა რწმენესო, როგორც ბრძანებს ამაზე წმინდა წერილი. და ეს ამბავი მოედო მთელს იერუსალიმს, მოედო მთელს ისრაელს. და აი მეორედ დღეს უკვე მაცხოვარი იერუსალიმში მიბრძანდება და გამოდის მთელი იერუსალიმი ქრისტეს შესახვედრად. გამოდიან მოხუცები, ახალგაზრდები, ყრმები მოყავთ შვილები, ძუძუმწოვრები, რომელთაც ჯერ ლაპარაკი არ იციან და ყველა ერთად ეგებება ქრისტეს, ეგებება პალმის რტოებით, დაფენილი სამოსელით და შეძახილებით დიდება მაღალთა შინა, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა, კურთხეულარს ძე დავითისა. ძე დავითისა ნიშნავდა, რომ ეს არის მესია, ის ვისაც ელოდება ებრაელთა ერი საუკუნეების მანძილზე. ამის შესახებ იციან იერუსალიმის მკვიდრებმა, რომ მესია უნდა მოვიდეს და იცის, რა თქმა უნდა, ყველა შვილმა ებრაელთა ერისა. მათ აქვთ წინასწარმეტყველებანი, ყველამ ახსოვს ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებით, რომელიც არის ნათქვამი სურა. და აი ამგვარ მოვლენას ელოდება ებრაელთა ერის
შვილები აი როგორ ბრძანებს ისაია წინასწარმეტყველი და აღეშენნენ უცხო ტომთა ზღუდენი შენი იერუსალიმ და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ რამე თუ რისხვითა ჩემითა დაგეც და წყალობითა ჩემითა შეგიყვარენ შენ და განეხვნენ მჭენი შენი სამარადისოდ დღე და ღამე არა დაეხშნენ შემოღებად შენ და ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა რამე თუ ნათესავნი და მეფენი რომელი შენ არ მსახურებდნენ წარტყმდნენ და ნათესავნი მოუხდნენ და ებრაელთა ერისშვილები ამას ელოდება რომ ყველა ტომი ყველა დიდებული მსახურებდეს იქნება იერუსალიმს და მის სიწმინდეს და კეთს მოიხრიან იერუსალიმის სიწმინდის წინაშე და აღიარებენ ებრაელთა შვილების აღმატებულობას. აი ამას ელოდება ერი შეკრებილი იერუსალიმში. მაგრამ რა ხდება სულ რამოდენიმე დღის შემდგომ? მაცხოვარს შეიპყრობენ, მიიყვანენ კაიაფა და ანნა მდელმთავართან, მიიყვანენ ჰეროდესთან და პილატესთან, ყველგან დასცინიან, ეპყრობიან როგორც ყაჩაღს, ეპყრობიან როგორც ავაზაკს. ნერწყვიან, ტანჯავენ როგორც კაცის მკვლელსა და ძიმე დანაშაულის ჩამდენ პიროვნებას და შფოთის ამტეხსა და კაცის მკვლელ ბარაბასა და მის შორის აირჩევენ ბარაბას, რომ სიცოცხლე აჩუქოს მას პონტოელმა პილატემ. ეს მოლოდინი, ასე ვთქვათ, ებრაელთა ერისა ქრისტემ არ აღასრულა. ისინი ელოდებოდნენ დიდებულ მეფეს, რომელიც დაამარცხებდა ყველა მტერს ისრაელისას. შიშის ზარს დასცემდა წარმართ მეფეებს, იყო ეს რომის იმპერია თუ ბაბილონი. იყო ეს ეგვიპტე თუ სხვა რომელიმე სახელმწიფო. მიწიერ დიდებას ელოდებოდნენ ქრისტესაგან. მიწიერ ძალაუფლებას და ქრისტე მოდის სიმდაბლით. ქრისტე მოდის სიმშვიდით. ქრისტე თავის მოღალატეს და ტანჯველებსაც პატიობს და ლოცულობს მათზე და ამბობს, მიუტევე უფალო რამე თუ არა იციან რასა იქმანო.
მაგრამ დღეს უკვე 20 საუკუნეზე მეტია ჩვენ ხედავთ რომ მრავალი ადამიანი მრავალი დიდებული წარჩინებული თუ მეფე ამ 20 საუკუნის მანძილზე ქეთს იხრის და თაყვანისცემს იერუსალიმის სიწმინდეს ქრისტეს სიწმინდეს წმინდა გოლგოთას აღდგომის წმინდა ადგილს ყველა იმ ადგილს სადაც ქრისტეს ფეხი დამდგარა პატივს მიაგებს დედა ღვთისმშობელს თაყვანისცემს მას და ყველა წმინდანებს ძველი აღთქმისა თუ მოციქულებს და ახალ აღთქმისეულ წმინდანებს. აი ეს არის დიდება ქრისტესი, ძვირფასო ძმანო და დანო, დიდება სულიერი, გამარჯვება ცოდვაზე, გამარჯვება ეშმაკზე, დამარცხება და ჯოჯოხეთის შემუსვრა სიკვდილის დამარცხება და ადამიანების ცოდვათა კაცობრიობის ცოდვათა განწმენდა თავისი ჯვარზე სიკვდილით სისხლის დაღვრით და ცოდვილი კაცობრიობის საკუთარ ხრებზე მიგვრა მამა ღმერთთან და ცათა სასუფეველში მან ცოდვანი და ვნებანი ჩვენი იტვირთა ბრძანებს წმინდა მოციქული პავლე და ეს არის გამარჯვება ქრისტესი ამას უნდა ვხედავდეთ ჩვენ ძვირფასო ძმანო და დანო ამ შინაარს უნდა ვიზიარებდეთ და ჩვენი რწმენაც კავშირში უნდა იყოს შინაარსთან ქრისტეს განკაცებისა მისი ცხოვრებისა მისი ვნებისა ჯვარცმისა და აღდგომისა ჩვენ თანაზიარი უნდა ვიყვეთ ჩვენი გონებითა და გულით შინაარსის ჩვენი დიადი რწმენის რომლის თავი და წმინდა და მარადიული მღვდელმთავარი არის ქრისტე და როდესაც დღეს წავიღებთ მწვანე რტოებს სახლში მარტო ამით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ რომ მოვედი ტაძარში ბზობას სანთელი დავართე და წავიღე ბზის ტოტი ეს გარეგნული ქმედებაა ძვირფასო ძმანო და დანო ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ მადლი უფლისა უნდა წავიღოთ წმინდა ტაძრიდან აი საოცარი
იყო მოვლენა, რომელიც დღევანდელ დღესთან კავშირშია, აი სახარებაში წავიკითხეთ. როდესაც ლაზარეს და მართა და მარიამის სახლში მაცხოვარი თავის მოწაფეებთან და შეკრებილ ერთად მივიდა და იქ დასხდნენ ტრაპეზად, მარიამმა მოიტანა ნელსაცხებელი და ამ ნელსაცხებლით ფეხები დააბანა უფალს და თავისი თმით შეუმშრალა. და ერთ-ერთი მოწაფე, და ეს იყო იუდა ისკარიოტელი, ამბობს, რომ რა საჭირო იყოვო ამ ნელსაცხებლის ასეთი სახით გამოყენება, ეს ხო გადაგდებული არის, ასე ამბობს თითქმის, ესე იგი წახდენაო. არ ჯობდა განა რომ გაყიდულიყო და ის 300 დრახკანი, რომელიც ამაში აიღებდნენ, ყოფილიყო გამოყენებული გლახაკებისათვის. ერთი ის არის, რომ იუდა თავად ამას კი არ ფიქრობდა, რომ ის 300 დრახკანი გამოყენებული იქნებოდა გლახაკებისთვის. არამედ მოლარე იყო ის ძმობისა და მასელა ებარა თანხა და რაც შემოვიდოდა იმ თანხიდან, იმედი ჰქონდა, რომ რაღაცა სათავისოთაც მორჩებოდა. ან თუ არ მორჩებოდა, ყოველ შემთხვევაში სამწუხაროდ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანები, ვისაც აბარია თანხა და არიან დაკავებული ასეთი ფინანსური საკითხებით, ისინი აღასრულებენ თავიანთ საქმიანობას კიდევაც პატიოსნად, არაფერს არ მიითვისებენ, მაგრამ ვნება უჩნდებათ, რომ თანხა აი არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა საქმეზე, ეს ამისათვის არის საჭირო, რაღაცა კაპიკს უნდა დაედოს და უნდა გამრავლდეს. აი ასეთი დამოკიდებულება ჩნდება მათში. და ყველაზე მთავარი კი, რაზაც ამბობს იუდა, მაცხოვრის პასუხია. პასუხი კი არის ამგვარი. დაანებეთ მაგასო, რამე თუ მან, ანუ მარიამმა ეს გააკეთა ჩემს დასაგრძალად. ამით კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ მოახლოებულია ქრისტეს ვნება და ჯვარცმა და გლახაკებიო მარადის თქვენთან არიანო. და თუ თქვენ გსურთ გლახაკებს სიკეთე გაუკეთეთ, არავინ ამაში არ გზღუდავთ, არავინ ამას არ აგიგრძალავთ. და აი მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ამ ფრაგმენტს, იმიტომ რომ დღეს ხშირად ისმის ურწმუნო ან ნაკლებად მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ რა საჭიროა ახალი ეკლესიების აშენება. უნდა დავეხმაროთ გლახაკ ადამიანებს.
მინდა ვთქვა, რომ ღმერთს ღმრთისა მივაგოთ ადამიანს ადამიანისა და ტაძარი არის ის ადგილი, სადაც ხდება მოწოდება სიკეთისაკენ, დახმარებისკენ, გლახაკისა, გაჭირვებულისა, ზოგადად ადამიანისა. ამგვარად არის 20 საუკუნე უკვე. რამე თუ ქრისტემდე და მის მოძღვრებამდე გლახაკების დახმარებამ მხოლოდ იყო ებრაელთა ერისათვის ღვთისაგან დადებული მცნება, დანარჩენმა საზოგადოებამ ეს არ იცოდა, არ ჭირდებოდა, თვლიდნენ, რომ ამის გარეშე შეუძლიათ ცხოვრება, ხოლო ქრისტიანობამ ყველას მოუწოდა, რომ ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ უნდა იჩენდეს გულისხმიერებას და ქვრივის, ობოლისა და გლახაკის დახმარება ეს ისეთივე ჩვეულებრივი ქმედება უნდა იყოს მორწმუნე ადამიანისათვის, როგორც ღვთის დიდება, როგორც ღვთისათვის მირთმეული ძღვენი და აი ეს ძღვენია მოყვასისთვის გაკეთებული სიკეთე, ეს არის ძღვენი ღვთის მიმართაც. და ყველა ჰუმანისტური აზრი, რომელიც დღეს არსებობს სოფლიოში, დაფუძნებულია ქრისტიანობაზე და ახალ აღთქმისეულ ცნებებზე. მაგრამ სამწუხაროდ დღეს დაივიწყა ეს კაცობრიობის უმეტესობამ და თვლის, რომ ეს მისი მოფიქრებულია, ის არის ფუძემდებელი ჰუმანისტური მისწრაფებების და არა ქრისტე და ქრისტიანული მოძღვრება. და რაც თავარია, დავიწყებული აქვს სამწუხაროდ კაცობრიობის დიდ ნაწილს, რომ ქრისტე ჩვენ თანაგვაზიარებს უკტავებასთან, მარადიულობასთან და რომ ქრისტეა თავად მარადიულობა და უკტავება. ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, ყოველთვის ტაძარში მოსულებმა თან გავიყოლოთ შინაარსი, რომლითაც მოიპოვება მადლი სულისაწმინდისა. შინაარსი დღესასწაულის, შინაარსი ჩვენი მოქმედების, ჩვენი ცხოვრების და ნუ დავკმაყოფილდებით მხოლოდ გარეგნულით. გარეგნული, როდესაც ის სავსეა შინაარსით, მაშინ გვანიჭებს ჩვენ
დიდ სიხარულსა და სიკეთეს. და მაშინ ჩვენ ვიწყებთ ნელ-ნელა მიმსგავსებას ქრისტეზე. და ეს ეხება ყველაფერს. წმინდა ზიარებას, აღსარებას, ზეთისწყებას, ჯვრის წერას, ნათლობას, ჩვენს ტაძარში ყოფნას, დღესასწაულის აღნიშვნას, ჩვენს ცხოვრებას, ყოველდღიურს, პირად ლოცვას, ადამიანებთან დამოკიდებულებას, ყველაფერი თუ არის ქრისტესთან და ქრისტეში, მაშინ ეს არის ჩვენთვის მაცხოვნებელი და მარადისობის მომნიჭებელი. მერთმა დააგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და მადლი დღევანდელი დღესასწაულისა ყოფილიყოს ჩვენი სულის განმაახლებელი და მისთვის მომნიჭებელი მარადიული სიცოცხლის, აი მარადიული სიმწვანე არის მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. მრავალს დაესწარით, ჩვენთან არს ღმერთი.